მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ღვინჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს YouTube არხზე. Ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო თუ რა ფინანსებთან არის დაკავშირებული პროფესიონალი MMA მებრძოლების მომზადება და ამას ვისაუბრებ ლას-ვეგასზე დაყრდნობით, იმიტომ რომ ალბათ ბევრმა თქვენთაგან მაიცით, უკვე დაახლოებით 3 წელია ლას-ვეგასში ვიმყოფები. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ბრძოლებთან არის დაკავშირებული და ძალიან დეტალურად შემიძლია ამაზე გესაუბროთ. ეს როგორც მებრძოლებისთვის საინტერესო იქნება, ვინც უახლოეს მომავალში გეგმავს ამერიკაში მომზადებას, კემპის გავლას და ასე შემდეგ, ასევე აუდიტორიისთვის, რადგან ყველაფერს ვისაუბრებ რეალისტურად და ეს არ არის არც თუ ისე პატარა ფინანსები, როგორც უკვე დავთვალე და გამოვიდა. პირველ რიგში ერთი თხოვნა მექნება, რომ აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხით, თუ ჯერ კიდევ გამოწერილი არ ყავართ. ეს მარტივი მოქმედება მეც მეხმარება ჩემი არხის განვითარებაში და ასევე საქართველოში ძალიან ხელს უწყობთ სპორტის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით MMA-ის შერეული საბრძოლო ხელოვნებების, ასე რომ არ დაიზაროთ ამის გაკეთება. ეხლა კი მოდი დავიწყოთ, საინტერესო რაღაცეებზე გვაქვს სასაუბრო. კიდევ ერთი ძალიან მაგარი სიახლე ის არის, რომ მერაბის კიდევ ერთი ბრძოლა ჩაინიშნა ქამრის დაცვა პიტერ იანის წინააღმდეგ 6 დეკემბერს აქ ლას-ვეგასში T-Mobile არენაზე. ეს ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, მეგობრებო, სიმართლე რომ გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ მერაბის ბრძოლა როგორც კი მორჩა, ისევ T-Mobile არენაზე ვიყავით, იქ უკვე მერაბი საუბრობდა ამ ბრძოლაზე, როდესაც გასახდელში გავედით, ბეკ კულისებში, ესე ვთქვათ, ინტერვიუებზე და ასე შემდეგ, ყველგან საუბრობდა უკვე ამ ბრძოლაზე. ლამის იქ მოითხოვა დენასთან შეხვედრა და ჰანთერთან რომ ეთქვა ამ ყველაფერზე რომ უნდოდა პიტერ იანთან ბრძოლა და დაახლოებით 1 კვირა იყო გასული. მერაბი ხშირად მესაუბრებოდა ამაზე, რომ აუცილებლად უნდოდა პიტერ იანთან რემატჩის ჩატარება, რადგან იანმას დაიმსახურა ეს ყველაფერი, გაიმარჯვა ბოლო ბრძოლებში, თან დამაჯერებლად გაიმარჯვა და მერაბსაც უნდა, რა თქმა უნდა, ამით მერაბი კიდევ ერთ მორიგ რეკორდს ხსნის, საერთოდ პირველი მებრძოლი იქნება UFC-ის ისტორიაში, ვინც 1 წლის განმავლობაში 4-ჯერ დაიცვა ქამარი, კიდევ ერთ რეკორდზე მიდის მერაბი და უკვე თვითონ დივიზიონის აქტიური მებრძოლები, მერაბის დივიზიონს გულისხმობ, ბანთევეით დივიზიონს, ყველა ამბობს, რომ GOAT-ი არის და უკვე ისინიც კი აღიარებენ, მაგრამ გარდა ერთი ადამიანისა, უმარ ნურმაგომედოვისა, სხვათა შორის ახლა რაღაც პოსტი შემხვდა უმარის Instagram-ზე და მუსიკა ისეთი ადეს უნდა შეგვეშინდეს, მაგრამ ანუ რას ამბობს უმარი რა, ქამარზე მეტად შურისძიება მინდაო, ანუ რომ იყოს არჩევანი, რომ ქამარზე ვიჩხუბო თუ მერაბთან ჩავატარო ბრძოლა, მერაბთან ბრძოლის ჩატარებას ავირჩევ. და კიდევ როგორც წესი ძალიან ბევრ რაღაცას მიედმოედება, მაგრამ ჩემო უმარ ესე რომ ილაპარაკო, რაღაც დამსახურება მაინც უნდა კონდეს რა და მე ვფიქრობ, რომ ჯერ შენ კიდევ გაქვს სათქმელი, თან ბევრი და რაღაცეები დასამტკიცებელი, ესე ვთქვათ და მოდი დაიცადე, არიჩქარო, ჯერ შენი სათქმელი თქვი. რემატჩზე და ბრძოლაზე მე ვილაპარაკოთ, მაგრამ უპასუხოდ არ დარჩება, რაც თავარი არის. წარმატებები მერაბ, მეც გაოგნებული და შოქში ვარ, მეგობრებო, მინდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით. ველოდებოდი ამ ბრძოლას, მაგრამ არა ესეთ მოკლედ დროში, რადგან ეს ყველაფერი არ არის მარტივი, კიდევ ერთხელ წონის კლება. ბევრჯერ მიხსენები ამაზე, რომ ხშირი წონის კლება ორგანიზმისთვისაც გამომფიტველი არის და დამღლელი არის, მაგრამ მერაბის შემთხვევაში მერაბი არის ზე მაშინ ნამდვილი მანქანა. წარმატებების მეც არაფერს არ ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლაში კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს, კიდევ ერთხელ გაგვახარებს. მეტი რა უნდა გააკეთოს, ვერ წარმოვიდგენ უბრალოდ. ისეთი რაღაცეები გააკეთა, აი ხა თუნდაც უმარი რაღაცეებს საუბრობს და ანუ უმარის ბრძოლის შემდეგ მერაბმა უკვე 2-ჯერ დაიცვა ქამარი, მესამე ბრძოლა ჩანიშნა და 1 წლის განმავლობაში 4 ბრძოლას ჩაატარებს. აი ესეთი აქტიური ჩემპიონი, მეგობრებო. აი მე როგორც ქომაგმა რო შევხედო UFC-ს და UFC-ს ჩემპიონებს, მართლა ვისურვებდი მერაბის მსგავს აქტიურ ჩემპიონებს, რომ წელიწადში 2 ბრძოლას მაინც ატარებდნენ, 3 ბრძოლა იდეალური იქნებოდა, რადგან არიან ახლა ჩემპიონები, ვისი ბრძოლის ნახვაც მინდა ხშირად და სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ორგანიზაცია არის, სპორტსმენები არის, ტრამვები არის თუ ასე შემდეგ ვერ ხერხდება ხოლმე და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მერაბის შემთხვევაში დენა ვაიტმაც კითხვა, რომ რაღაც გარკვეული დრო დამჭირდა, რომ მერაბის მიმართ ჩემი გრძნობები უფრო დამთფარი იყო, მაგრამ ძალიან აფასებენ და თვითონ ორგანიზაციაც კმაყოფილი არის ამ ყველაფრით
როდესაც ხედავენ ესეთი მენტალიტეტი აქვს, მე ბრძოლს კიდევ ესეთი მშიერია, ესე ითხოვს ბრძოლებს, აქტიური ჩემპიონია, თან რა თქმა უნდა, იმარჯვებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეგობრებო, სანახაობრივ ბრძოლებთან ერთად ეს ორგანიზაციისთვის ძალიან დიდი ბენეფიტია რა, ესე ვიტყოდი. და მერავსაც ვკითხე, რომ როდესაც იქ არიელ ჰელვანისთან შოუში დაანონსდა მერავის ბრძოლაზე და როდესაც უთხრეს, რომ თავარი ბრძოლა იყო, არ ვიცოდიო მერავმა, ну რა თქმა უნდა, მანამდე ჰანტერს შევხვდი და ვისაუბრდით ამ ყველაფერზე შევთანხმდით, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ეს თავარი ბრძოლა იქნებოდაო და მოკლედ ძალიან მაგარია. ჯონ უდი მეუნებოდა შინ წინ სპარინგებზე უკვე ერთი სპარინგები ჩაატარა მერავმა, გამომხედა და დაახლოებით მესამე რაუნდია და მიყურებს ჯონ უდი და ამჯერაო რომ ამას კიდევ ვაკეთებთო რა. ანუ ერთი კვირაც არ გასულაო და მეთქი კი მეც იგივე გზნობები მაქვს ჯერ კიდევ. აბა ჩვენ ვიცით ამ გამოწვევაში ღირსეულად მიიღო, მოკლედ მერამა კიდევ ეს გამოწვევა და უკვე მე მგონი თავის თავთან აქვს გამოწვევები, ხებთან გამოწვევებს ხედავთ ხო როგორც თავდება ხოლმე აგერ გამოწვევები. ეხლა კი მინდა გადავიდე იმ თემაზე, რაც ალბათ ძალიან ბევრ თქვენთაგან საინტერესებს, თუ რა ფინანსებთან არის დაკავშირებული კონკრეტულად ლას-ვეგასში ყოფნა. ანუ ლას-ვეგასი იმიტომ ვლაპარაკობ, რომ არის ზოგადად UFC-ს მთავარი ოფისი, UFC და ასევე აქ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და სახელგანთქმული დარბაზები, Syndicate MMA და Extreme Couture. ეს არის ლას-ვეგასის ორი უმსხვილესი დარბაზი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა წერტილებიდან ჩამოდიან. გარკვეული პერიოდით შეიძლება 1 თვით, 2 თვით, 3 თვით და გადიან მოსამზადებელ შეკრებას, იგივე კემპს. ძალიან ბევრ ქართველ მებრძოლსაც უნდა ზოგადად კემპის გავლა ამერიკაში, სპარინგ პარტნიორების გამო და ასე შემდეგ და მესმის, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული, როგორც ყველამ ვიცით. პირველ რიგში აქ ჩამოსასვლელად ვიზა არის საჭირო და მთელი რიგი დოკუმენტები ამ ყველაფრისთვის, რაზეც სამწუხაროდ მე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ არ ვარ ის ადამიანი, ვინც შეიძლება ამაზე სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჯდება აქ ყოფნა, მომზადება და ეს ყველა ხარჯები დეტალურად შემიძლია განვიხილო თქვენთან ერთად, რაც აუცილებლად გაქვს, ანუ გასავალი, ესე ვთქვათ, დარბაზის გადასახადი კვება და ასე შემდეგ, ჩამოწერილი მაქვს სია ჩემს ლეპტოპში. დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გამოვადგება, რომ რაღაც წარმოდგენა შეიქმნას წინასწარ. კომპანიებიც ნახავენ ამ ყველაფერს, თუ რა ფინანსებთან არის დაკავშირებული და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ინტერესი წამოვა მებრძოლების სპონსორობაზე. მოდი დავიწყებ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის საცხოვრებელი. ყველა ცდილობს დარბაზებთან ახლოს აიღოს ლოკაცია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, გადაადგილების ხარჯიც გაქვს, რაზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ და დაახლოებით ამ ლოკაციებთან ახლოს რომ იყო $1000 არის საცხოვრებელი ოთახის ქირა და აქ საუბარი არის ერთ ოთახზე, ჩვეულებრივ ოთახზე, შეიძლება იყოს საცხოვრებელ სახლში, ან ეს შეიძლება იყოს კორპუსში, ბინაში, მაგრამ ეს არ იქნება თვითონ მთლიანი ბინა ან რამე მსგავსი, იმიტომ რომ ზოგადად აქ ჩამოსულზე შენ თვითონ რომ იქირაო მთლიანი სახლი ან რამე მსგავსი, ამ შემთხვევაში მთელი კრედიტ ისტორია უნდა წარუდგინო და ძალიან ბევრი დოკუმენტები არის საჭირო და შეიძლება ვიღაცის თავდებში ჩაყენებაც კი მოგიწიოს, კი არც თუ ისე მარტივი არის. ამიტომ თითქმის უმრავლესობა ცდილობს რომ ესე ერთი ოთახი იქირაოს, რაც დაახლოებით $1000 არის ერთი თვის ქირა. შემდეგი რაზეც უნდა ვისაუბრო, აუცილებლად ყველას გვჭირდება ინტერნეტი და ტელეფონი, როგორც გადასაადგილებლად, რუკა, თუნდაც მანქანის ატარებლად, ან ტაქსის გამოსაძახებლად, ან სოციალური მედიისთვის და ასე შემდეგ და ამის ყოველთვიური გადასახადი არის, ანუ სატელეფონო ზარები და ულიმიტო ინტერნეტი $50. გადაადგილებასაც შეეხება, აქ რამოდენიმე ვარიანტი არის. პირველი ვარიანტი არის, რა თქმა უნდა, ტაქსით გადაადგილება, რაც საშინელება არის, იმიტომ რომ ძალიან ძვირია და ეს ფასებიც განსხვავდება შტატების მიხედვით. ლას-ვეგასში, ნევადა შტატში შედარებით იაფია ტაქსი, მაგრამ ნიუ-იორკში ძალიან მაღალი ფასები არის, მაგრამ მიუხედავად იმისა, მაინც ძვირი გამოდის მთელი დღის განმავლობაში, თუ ტაქსით გადაადგილდები. დღეში $70-ზე მეტი
გჭირდება საშუალოდ, ანუ ჩემი გამოთვლებით და ეს თვეში $2100-ზე მეტი გამოდის და დაივიწყეთ, ანუ ტაქსით გადაადგილება, როდესაც ახალი ჩამოსული ხარ რამოდენიმე დღე შეიძლება გამოიყენო, მაგრამ მუდმივად რომ ტაქსით გადაადგილდებოდეს, ძალიან დიდი ხარჯი არის და დაივიწყეთ. რაც შეეხება ავტომობილის ქირაობას, ნორმალური ავტომობილი რომ ვიქირავთ ნორმალურ მდგომარეობაში ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით $1000-მდე არის გადასახადი, ესეც იმ შემთხვევაში თუ იცი შედარებით იაფიანი რაღაც ადგილები, ვისაც ენდობი და ასე შემდეგ. საკუთარი ავტომობილის ყიდვას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ დაახლოებით საშუალოდ $5000 მაინც გჭირდება, მაგრამ შემდეგ მაინც გაქვს რაღაც ხარჯები, გადაფორმების, უნდა გაატარო კიდევ ტექნიკური გამოკვლევა და რაღაც საბუთები არის ამისთვის საჭირო და კიდევ უფრო ემატება ამას ხარჯი და რაც თავარი არის ავტომობილის შემთხვევაში გიწევს დაზღვევის გადასახადი, რაც $250-ზე მეტი არის დაახლოებით, ესეც შტატების მიხედვით განსხვავდება და როგორც ვიცი ნიუ-იორკში ყველაზე დიდი გადასახადი არის ავტომობილის დაზღვევაზე, მაგრამ ლას-ვეგასში დაახლოებით $250 არის და ამ შემთხვევაშიც ანუ თავიდან უფრო ძვირი არის, იმიტომ რომ ახალი მძღოლი ხარ ამერიკაში შედარებით არ გენდობიან კომპანიები, ამას დრო ჭირდება ნდობის მოპოვებას, იმიტომ რომ როდესაც შემდეგ რაღაც პერიოდი გადის 1 წელი, 2 წელი და არ გაქვს არანაირი შემთხვევა, უფრო იაფთება შენი დაზღვევა, მაგრამ საშუალოდ საწყის ეტაპზე $250 გადახდა მაინც გიწევს თვის განმავლობაში. პლუს საერთაშორისო მართვის მოწმობაც ამის გამოყენება შესაძლებელი არის 6 თვე, თუ 6 თვეზე უფრო მეტ ხანს ჩერდები, ამ შემთხვევაში უკვე აქაური მართვის მოწმობა უნდა აიღო. არა აქვს მნიშვნელობა საკუთარი ავტომობილი ყავს თუ ავტომობილს ქირაო, ბენზინი შევნდა ჩაასხა და საშუალოდ ბენზინის ხარჯი თვეში $300 გამოვითვალე, რაც გჭირდება, რომ აქ სავარჯიშოდ იარო და სხვადასხვა რაღაცეებზე. კვევა ზოგადად ხარისხიანი კვევა საკმაოდ ძვირიანი სიამოვნება არის ამერიკაში, ანუ არ მაქვს საუბარი ფასტ ფუდებზე და მსგავს რაღაცეებზე. და ამ შემთხვევაში გამოვითვალე რეალური ფასი, რომ ერთმა ადამიანმა მართლა ჯანსაღად მიირთვას და სრულყოფილად ერთი დღის განმავლობაში საშუალოდ $40 მაინც ჭირდება მას ამისთვის, რაც თვეში $1200 გამოდის, ანუ ერთ ადამიანზე მაქვს საუბარი. პლუს ამას დავამატებ ასევე დარბაზის გადასახადს, რაც თვეში $200 არის. ამ შემთხვევაში განვიხილავ სინდიკატ MMA-ის ულიმიტო აბონემენტს MMA-ზე, რაც თვეში $200 არის, რაც ყოველთვიურად უნდა გადაიხადო, როდესაც ვარჯიშობ. დარბაზებში დაახლოებით საშუალოდ იგივე ფასები არის. საინტერესოა, რომ აი თვეში რამდენი გამოვა, როდესაც აი ამ ყველაფერს შევაჯამებთ და მივხვდებით, რომ არც თუ ისე მარტივი არის, მოკლედ, აი აქ ყოფნა და პროფესიონალურად მომზადება. თუ MMA-ზე პროფესიონალურად ემზადები, კემს გადიხარ, დარბაზის გადასახადის გარდა აუცილებლად გინდა თათებზე დარტყმა, ლაპებზე დარტყმას გულისხმობ ამ შემთხვევაში, როდესაც მწვრთნელი სტრაიკინგის, ან კრივის, ან მუაი-ტაის გიჭერს თათებს და ურტყამ, რითაც შენს ტექნიკას და გამძლეობას აუმჯობესებ და ვითარდები, რაც აუცილებელი ელემენტი არის მომზადების დროს და კემში ყოფნის დროს და დაახლოებით ერთი თათებზე ვარჯიში $40 არის. საშუალოდ თვეში 12 ვარჯიში რომ გააკეთო თათებზე, ეს უკვე გამოდის $480, რაც ემატება მომზადების ხარჯებს. ასევე უნდა ვისაუბრო აუცილებლად სავარჯიშო ეკიპირებაზე, იმიტომ რომ ჭირდება სასპარინგო ხელთათმანები, ჭირდება კრივის ხელთათმანები, ჭირდება თვითონ ეს სავარჯიშო ტანისამოსი, რაც რა თქმა უნდა ცვეთადი არის, ჭირდება დამცავები, იდაყვების, მუხლების, კაპები, ჩაფხუტი და ასე შემდეგ, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მაინც ცვეთადი მხარე დავთვალე და $150 გამომივიდა, რომ რაღაც დაგეკარგოს, ან გაგიცვდეს, ან ხელთათმანი გაგიფუჭდეს, რომ შეიძინო ახალი, ესეც თვის განმავლობაში. ასევე დავამატებდი გაუთვალისწინებელ ხარჯებს აუცილებლად, რაც დაახლოებით $400 არის თვის განმავლობაში. ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი არის, აი რაზეც ესე წინასწარ არ შემიძლია ვისაუბრო, თუნდაც ავტომობილის სამრეცხაო, თუნდაც რაღაც დარბაზის კიდევ ერთი რაღაც ახალი აბონემენტის გახსნა პლუს $50 და ანუ ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი არის. მე ახლა აქ მინიმალისტურად დავწერე ეს გაუთვალისწინებელი ხარჯი $400, თორემ აქ ცხოვრების შემთხვევაში გაცილებით მეტი არის რა. ამის თქმა მინდა და ეს უკვე გამოვიდა $5030. ჯერ არ მისაუბრია ჯანმრთელობის დაზღვევაზე, რომელიც რა თქმა უნდა აუცილებლად სასურველი არის. მინიმუმ 2 თვე მაინც თუ ჩერდები და გაჩერებას აპირებ,
აუცილებლად გჭირდება ჯანმრთელობის დაზღვევა, იმიტომ რომ ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე არარეალისტური ფასებია საერთოდ, რაღაც ელემენტარული დახმარება დაგჭირდეს, ან თუნდაც ექიპთან კონსულტაცია, უბრალოდ გაოგნებული ვარ ისეთი ფასები არის და ესეც რა თქმა უნდა შტატის მიხედვით განსხვავდება და მე ამ შემთხვევაში ლას-ვეგას განვიხილავ. აქ არ მისაუბრია იმ გადასახადებზე და იმ ხარჯებზე, რაც გაქვს იმ შემთხვევაში თუ აქ ატარებ ბრძოლას და თუ იმ შემთხვევაში თუ მებრძოლი ხარ, მაგალითად ყოველი ბრძოლის წინ გიწევს რაღაც ანალიზების გაკეთება და გამოკვლევების გავლა, სხვადასხვა ექიმთან კონსულტაცია, რისი ფასიც მერყეობს და დაახლოებით არის $800-დან $1500-მდე. ეს ყოველთვის განსხვავდება პრომოუშენების მიხედვით, ვინ რას გთხოვს რა მის გავლას კონსულტაციის და რა ექიმის დოკუმენტების წარდგენას. პლუს ასევე თუ ყავს მენეჯერს პროცენტს უხდი, რაც 5-დან 15-20%-მდე არის დაახლოებით, ესეც დამოკიდებული არის თუ რა მიმდინარე კონტრაქტი გაქვს ამ მენეჯერთან, პლუს შენი დარბაზის პროცენტს იხდი, პლუს მწვრთნელების და კუთხეში თუ ყავს კორნერები, რომელიც ესე სპეციალურად გინდოდა რა კორნერისთვის ყოლო და პლუს ამ ადამიანების პროცენტსაც იხდი. ეს ხარჯები არ შემიყვანია, რა თქმა უნდა. $5030 ყოველ თვე და რა თქმა უნდა, აქ არ შემიყვანია ესეთი რაღაცები და არ მისაუბრია ესეთ რაღაცეებზე, რომ მაგალითად გუნდელებთან ერთად სამდე გახვიდე, მეგობრებთან ერთად სამდე გახვიდე, აისვენო სამდე ბუნებაში წახვიდე ერთი დღე და მსგავს რაღაცეებზე, რაც რა თქმა უნდა გაცილებით გაზრდის ხარჯებს. და არის ძალიან ბევრი ნიუანსი მეგობრებო თქვენს დამეთანხმებით ამაში, რაც ადამიანებს გვჭირდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. უარი მქონდა ათლეტებზე და იმ ადამიანებზე, ვინც აქ ცხოვრობენ, ემზადებიან პროფესიონალურად და აქ ატარებენ ბრძოლებს და რა თქმა უნდა ეს ხარჯები განსხვავებული იქნება ეს რომ იყოს ოჯახის შემთხვევა. იმედი მაქვს დაგეხმარებათ ეს ვიდეო, რომ წარმოდგენა შეგექმნათ თუ დაახლოებით როგორი ხარჯები არის და რა უნდა გაითვალისწინოთ აქ მომზადების შემთხვევაში. კომპანიებისთვისაც თვალსაჩინო იქნება, რომ ქართველ MMA-ის მებრძოლებს, განსაკუთრებით პროფესიონალებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც უცხო ქვეყნებში არიან და იქ მოღვაწეობენ, ჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა, გვერდში დგომა ზუსტად იმ დროს, როდესაც არ არის ან კარიერის პიკში, ანუ საწყის ეტაპებზე მაქვს საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, რომ ამ სპორტში ვიყოთ წარმატებულები, ვართ კიდევაც წარმატებულები, ორი აქტიური ჩემპიონი გვყავს, რომლებიც აზანზარებენ მთელს MMA სამყაროს. მე ძალიან გამიხარდება, თუ უფრო მეტი მსურველი გამოჩნდება, ვინც ამ ადამიანებს გვერდში დაუდგება. ვსურთ ამ სპორტსმენების გვერდში დგომა და არ იცით ეს როგორ გააკეთოთ. მე აქ მითითებული მაქვს ჩემი მეილი და ჩემი Instagram გვერდიც და შეგიძლიათ კონკრეტულად მე შემეხმიანოთ და მე დაგეხმარებით ყველაფერში, რაც ამასთან დაკავშირებით დაგჭირდებათ. ერთ თხოვნა მექნება მეგობრებო, რომ კიდევ ერთხელ მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი, თუ ჯერ კიდევ გამოწერილი არ ყავართ. მე ძალიან მაგარი ვიდეოებით გიბრუნდებით, დროებით გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ.